გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომართოთ პროფილში მითითებულ ტელეფონის ნომერზე. კონსულტაცია ტარდება ვიდეო ზარით, ანაზღაურება საათობრივ. დღეს რაც შეეხება გაშლის თემას, შემოკარგებო, გვექნება ასეთი საკითხი, გამოჩნდება თუ არა თქვენს ცხოვრებაში ღირსეული პარტნიორი. დღეს გვექნება გაშლა გოგოებისთვის, მომდევნო ვიდეო იქნება ბიჭებისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ, თქვათ ბიჭებო, რომლებსაც შეხვდეთ ეს ვიდეო და გაინტერესებთ და არის ისეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ვისი პირადი ცხოვრებაც შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს, შეგიძლიათ უყუროთ. თუ არა და დაელოდოთ თქვენს გაშლას ბიჭებისთვის იქნება მომდევნო ვიდეო. 4 დედოფალი, პენტაკლების, წყლის, ცეცხლის და ჰაერის. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სტიქიის მიხედვით, რომელი სტიქიის წარმომადგენელი ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. შეგიძლიათ უბრალოდ ნახატით ვიზუალიზაცია მოახდინოთ და რომელთან აიგივებთ თქვენს თავს, მაგრამ აუცილებლად წავეკითხავ წინა ისტორიას, რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში და შემდეგ ვნახოთ გამოჩნდება თუ არა 2025 წელს ღირსეული პარტნიორი, ისეთი, ვისთანაც შეძლებთ იქონიოთ სტაბილური, სერიოზული ურთიერთობა, ისეთი, როგორ ურთიერთობაზეც თქვენ ფიქრობთ, თქვენ ოცნებობთ და ვნახოთ, ექნება თუ არა მერე იმ ისტორიას გაგრძელება და მივა თუ არა რაიმე ლოგიკურ დასასრულამდე. დავიწყოთ პენტაკლების დედოფლით, ამებს გავწევ და ვნახოთ რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში. თქვენს პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა. შემოკარგებო, როგორც ჩანს, ვინც აირჩია პენტაკლების დედოფალი, არ ვიცი თქვენმა ინტუიციამ სწორად გიკარნახათ თუ არა, მაგრამ აუცილებლად მოусმინეთ ამ ისტორიას. ძალიან ცოტა ხნის წინ გახდით ტყუილის, ღალატის მსხვერპლი, შეიძლება ინტრიგების მსხვერპლი. აქ არ მაჩვენებს გქონდათ თუ არა რაიმე სერიოზული, სტაბილური ურთიერთობა, მაგრამ თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერია მესამე ზედმეტი. ეს არ არის აუცილებელი იყოს კონკურენტი, როგორც ასეთი, ანუ დღეს გოგოებისთვის ვკითხულობთ და არ არის სხვა ქალბატონი, შეიძლება იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისთანაც გაგიფუჭდათ ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს იყო საწყის ეტაპზე თქვენი ურთიერთობა, არაფერი ესეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული არ ყოფილა თქვენს ურთიერთობაში, იყო დასაწყისი, იყო მიმოწერა, ფლირტი შესაძლებელია, მაგრამ ძალიან შორს არ წასულა ეს ყველაფერი. გამორიცხული არ არის, რომ იყო კონკურენტი და ასევე შესაძლებელია ჭორის, ინტრიგის მსხვერპლიც გახდით, ვიღაცამ მოგატყუა იმ პიროვნების შესახებ რაღაც, რამაც გააფუჭა თქვენი ურთიერთობა, ამ პირით მოხდა ის მოატყუეს, მაგრამ აქ იყო ჩარევა და უფრო დიდი ალბათობით აქ იყო ტყუილი. ვინ როგორ ვის რანაირად მოატყუა, აქ და კონკრეტებას არ მოუყვები, არის საჯარო გაშლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტყუილს მოყვა სერიოზული კამათი და მძიმე არჩევანის გაკეთება. ანუ ეს არჩევანი ალბათ იყო უარის თქმა იმ პიროვნებაზე, ვისთანაც ესაა იწყებდით ურთიერთობას. დამთავრდა ეს ყველაფერი როგორც ჩანს. ვნახოთ აბა 2025 წელს თუ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ღირსეული პარტნიორი. შემოკარგებო, რასაც ქვია ღირსეული პარტნიორი,
ამის გამოჩენის ალბათობა 2025 წელს არის, მაგრამ იქნება ასეთი სიტუაცია, იქნება ორი კანდიდატურა, რომლებთანაც შესაძლებელია რომელიღაცასთან აეწყოს სერიოზული ურთიერთობა, კარგი პერსპექტივებით, მოლოდინებით, შორს მიმავალი გეგმებით, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თქვენი გადაწყვეტილება, რომელს აირჩევთ და შეცდებით თუ არა არჩევანში, ასე რომ შესაძლებელია ორივე კარგი კანდიდატურა იყოს, მაგრამ აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა, არჩევანის გაკეთება. ასეც ვხედავ ორს, სავარაუდოდ ერთი არის ზუსტად ის ღირსეული პარტნიორი, რომელზეც გვაქვს ლაპარაკი, მეორე კი, ესე ვთქვათ, ფალსიფიცირებული სამყარო ესეთ სიურპრიზებს ხშირად გვიწყობს, ხაფანგებს, გვცდიან გონიერებაში, გვცდიან გულწრფელობაში და იმაში შევძლებთ თუ არა სწორი არჩევანის გაკეთება და თქვენზე იქნება დამოკიდებული შეცდებით თუ არა არჩევანში. 2025 წელს ამ ისტორიის გაგრძელება შესაძლებელია შორს მიმავალი სტაბილური ურთიერთობის აწყობა, აქედან გამომდინარე თავისი ლოგიკური ფინალით და ოჯახებით, ეს არის შესაძლებელი, მაგრამ როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებით და არ უნდა შეცდეთ ჩემო კარგებო, რადგან ერთი იქნება მცდარი მისამართი. მცდარ მისამართს ვეძახი, როდესაც სამყარო გამოცდას გიწყობთ და არ შეცდეთ. ნახოთ მეორე ვარიანტი, წყლის დედოფალი, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში და გამოჩნდება თუ არა ღირსეული ადამიანი სერიოზული ურთიერთობისთვის. ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტისთვის გვაქვს ესეთი წინა ისტორია. აქ უფრო ლაპარაკია საკმაოდ სერიოზულ, შეიძლება ასაკოვან ადამიანზე. ყოველ შემთხვევაში თინეიჯერობის ასაკში ნამდვილად არ ხართ, იმპერატრიცას მაჩვენებენ, ეს არის შემდგარი ქალბატონი, კარგი მატერიალური ბაზით, სოციალური სტატუსით, საკმაოდ ესეთი სერიოზული ფასეულობებით დაბრძენებული ადამიანი, ეს შეიძლება ადრეულ ასაკშიც მოხდეს, მაგრამ აქ 26 წელზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ არის და ძალიან გთხოვთ, როდესაც ასაკს, როდესაც ვამახვილებ ყურადღებას და ხაზს უსვამ, ეს გაითვალისწინეთ და ისე მოარგეთ თქვენს სიტუაციას. მეორე ვარიანტი 26 წელზე უფროსი ქალბატონებისთვის, მეტიც, ბევრად მეტითაც შეიძლება, რომელსაც ყველაფერი ქონდა იმისთვის, რომ ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. განქორწინებულებიც შესაძლებელია და შეიძლება პროცესში იყოთ, აი რთული არჩევანის ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინაშე შეიძლება გახართ და ფიქრობთ იმას, რომ არც თუ ისე ახალგაზრდა ხართ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. რატომღაც ესეთი ფრაზა მომდის და შესაძლებელია ეს გარდამავალი პერიოდი იდგეს თქვენ ცხოვრებაში. ან არ არის დიდი ხანი, რაც დაშორდით ადამიანს
და დიდი ალბათობით კანონიერ მეუღლეს, არ არის გამორიცხული, რომ ხანგრძლივი სტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ და არც ის არის გამორიცხული, რომ არასდროს არ ყოფილიყართ კანონიერ ქორწინებაში, მაგრამ აქ ასაკს აქვს მნიშვნელოვანი როლი, როგორც თავიდან აუღნიშნეთ. დამთავრდა ერთი ურთიერთობა, რომელმაც საკმაოდ ისეთი მძიმე კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში და ეჭვიც კი გეპარებათ და აღარც კი შეიძლება ფიქრობდით იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდეს ნორმალური ადამიანი, ღირსეული პიროვნება, უკვე უფრო მეტად ასაკიან ქალბატონებზე ვამბობ ახლა განსაკუთრებით, რომ შეიძლება ზოგი ისეთ ასაკში ხართ, რომ ფიქრობთ, რომ უკვე აღარ აქვს აზრი პირად ცხოვრებაზე ფიქრს, მაგრამ აი ამ მომენტში, ზუსტად როდესაც ესეთი მომენტი დაგიდგათ, გამოჩნდა რეალურად ვიღაც არსებობს ჰორიზონტზე, ფიქრობთ კიდევაც, რომ შეიძლება შესაძლებელია რაღაც გამოვიდეს, მაგრამ მაინდა-მაინც არ ენდობით, არ იცით, არის თუ არა ეს პიროვნება ღირსეული, ღირს თუ არა კიდევ გარისკვა და პირად ცხოვრებაზე ფიქრით, მაგრამ არეული ფიქრები, არეული გონება, ასე ვთქვათ, ხან გჯერათ, ხან არ გჯერათ, რეალურად როცა ვიღაც არსებობს თქვენით დაინტერესებული, ისიც კი ვერ გადაგიწყვეტიათ, რომ ამ ადამიანთან ელემენტარულად რაღაც ფლირტი მაინც გააბათ, შეიძლება ასეთ მდგომარეობაშიც იმყოფებოდეთ. მოკლედ, არ არის მე მგონი დიდი ხანი, რაც ეს თქვენის პირადი ცხოვრება აირია და ჯერ აზრები არ გაქვთ დაალაგებული და ვნახოთ აბა რას გვეტყვიან მომავალზე. გამოჩნდება თუ არა ღირსეული ადამიანი 2025 წელს თქვენს ცხოვრებაში. ან ეს ვისაც გვაჩვენებენ არის თუ არა ღირსეული. ვნახოთ რას გვეტყვის კარტი. უკაცრავად. გავიგოთ რა იქნება მომავალში. სხვათა შორის არ გამოურიცხავთ ჩემო კარგებო, რომ თქვენი სტატუსის, სოციალური მდგომარეობის გამო თუ ვიზუალის გამო, თქვენი პიროვნული თვისებების გამო თაყვანისმცემლები არ გაკლიათ, როგორც ჩანს და გამოჩნდებიან კიდევაც სახელები და რეალურად არსებობენ. შეიძლება არ იყოს ესეთი აქტიური ქმედებები და გამოვლინებები ამ ყველაფრის, მაგრამ ბევრი ადამიანია თქვენით დაინტერესებული და ერთი მანიშნებელი მომენტი კიდე იმისთვის, რომ მიხვდეთ, რომ თქვენთვის არის დღეს ეს გაშლა, რატომღაც თქვენზე ასაკით უცროს მამაკაცებს იზიდავთ ჩემო კარგებო. შანსი გექნებათ აუცილებლად პირადი ცხოვრების მოწყობის გამოჩნდება რეალურად ღირსეული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და ვნახოთ აბა ვინ იქნება და გამოიყენებთ თუ არა ამ შანსს. შანსი არსებობს, თუ კი თქვენ ხელს არ ჩაიქნევთ, რადგან აი თითქოს ესეთი ემოცია მოდის, არავის ნერვები არ მაქვს რა, არ გინდათ ზედმეტი პასუხისგებლობის აღება, იმიტომ რომ ურთიერთობა ყოველთვის პასუხისგებლობაა, ხო? როდესაც ადამიანს უშვებს საკუთარ ცხოვრებაში, გაქვს რაღაც მოვალეობები, გაქვს პასუხისგებლობა, არა მარტო მოთხოვნილებები, რა თქმა უნდა და აი გეზარებათ თითქოს ეს ყველაფერი რა, ანიძახით რაღა დროს ჩემი ესეთებია და ასე შემდეგ. ვნახოთ აბა ეს შანსი ვინ არის და ღირს თუ არა. აუცილებლად გამოჩნდება ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგებო, რომელიც თქვენს სიმშვიდეს დაარღვევს. შიშები გექნება სხვათა შორის და შეიძლება არის კიდევაც ესეთი პიროვნება ჰორიზონტზე. შიში გაქვთ ურთიერთობის დაწყების, ბარიერებს ავლებთ თქვენ შორის, იმედგაცრუების და ღალატის გეშინიათ, ეს ალბათ წარე გამოცდილება გალაპარაკებთ, მაგრამ უეჭველი გამოჩნდება ღირსეული ადამიანი, რომელიც სხვათა შორის
თქვენ სამყაროს შეცვლის, ნამდვილად შეცვლის, თქვენს წარმოდგენებს პირად ურთიერთობებზე, ის რაც შეიქმენით თქვენ ილუზიები და წარმოდგენებები, შეიძლება ფიქრობთ, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, ეს ხშირი ფრაზა, რომელსაც ქალბატონები ამბობენ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენს სამყაროს შეცვლის სრულიად და ნამდვილად გირჩევთ, რომ არ გაუშვათ თქვენი შანსი ხელიდან. გამოჩნდება აუცილებლად თუ კი როგორც აღნიშნე, ხშირად ძალიან ხშირად თქვენზე ასაკით უმცროსი მამაკაცების ყურადღების ცენტრში ხართ და გეძალებიან, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი იქნება განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული იმ კატეგორიისგან, რომლებიც თქვენ ხშირად ვთქვათ, კომპლიმენტებს გიძღვნიან, თქვენი გულის მონადირებას ცდილობენ, ანუ თქვენს თაყვანისცემლებში გამოირჩევა, განსხვავდება მათგან, ასაკითაც იქნება თქვენი შესაფერისი, ჩემო კარგებო, ასე რომ ეს იყოს თქვენთვის მანიშნებელი, რომ აი კატეგორიისგან განსხვავდება, ვინც თქვენს გარშემო ტრიალებს მამაკაცები. ნახოთ ახლა ცეცხლის დედოფლის ისტორია, წავიკითხოთ. და ვნახოთ მერე გამოჩნდება თუ არა ღირსეული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. აჰა. გასაგებია, ჩემო კარგებო, გასაგებია. აქვს აქ ლაპარაკი უეჭველი მარტო ხელა ქალბატონზე, რომელსაც არ ქონია რაიმე სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა. შეიძლება იყოს რაღაც მოწონება, ფლირტი, გაცნობა, შანსები, რაღაც, მაგრამ არაფერ სერიოზულში ეს არასდროს არ გადაზრდილა. ჯერ ფიქრობ ძალიან დიდი დრო დაუთმეთ სწავლას, განათლებას, თქვენს პირად მიღწევებს, ცხოვრების ტექნიკურ მხარეს ყოფით საკითხებს და როდესაც უკვე გადაწყვიტეთ, რომ დროა უკვე ააწყოთ პირადი ცხოვრება, როდესაც თავი ჩათვალეთ მზად სიყვარულისთვის, აი მაშინ აღმოჩნდით მარტო. არ ვიცი, რამდენად სწორად და ეთიკურად გამოვთქვავ, მაგრამ აი უფრო შინაბერებზე მაქვს აქცენტი ცეცხლის დედოფლების ქვეშ, ვინც გაერთიანდა, ვიტყვი, რომ შინაბერას სტატუსით შეიძლება უკვე შეიფერეთ, ანუ აქ პატარა ასაკის ადამიანზე არ არის ლაპარაკი, ახალგაზრდა გოგონაზე არ არის ლაპარაკი. 30 და მეტი. ჩემო კარგებო, მთლად ხა ეს ასაკი შინაბერად მე მგონი არ ითვლება, უფრო მეტი კიდე, 32-დან ზევით. მინიმუმ 32, მინიმუმ ვიძახი. და თითქოს აი ეს შემოგეცალათ ეს თაყვანისმცემლები, შანსები თითქოს დაცოტავდა და ძალიან მარტოსულად გრძნობთ თავს და აქ კიდევ ესეთი ნოტებიც ჟღერს, რომ შესაფერისად არ მიგაჩნდათ არც ერთი, ანუ ისეთი ადამიანი არ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, როგორზეც ოცნებობდით. აი, კი იყვნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ისეთი არც ერთი, რომელიც დაგაფიქრებდათ იმაზე, რომ გადაგედგათ საპასუხო ნაბიჯი და შემოგეშვათ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. რაზეც ოცნებობდით, ვიზეც ოცნებობდით, ისეთი არ გამოჩენილა. და ხართ მარტო. ნახოთ, აბა 2025 წელს თუ გამოჩნდება ღირსეული ადამიანი, აი ისეთი, როგორზეც ოცნებობდით. გაქვთ თუ არა შანსი, რომ მოიწყოთ პირადი ცხოვრება. ჩემო წუნია პრინცესებო, რა თქმა უნდა, შანსი არის,
ცეცხლის ტუზი, ანუ სიახლე, ახალი საწყისი, ახალი გზა, უკაცრავად საინტერესოა, ჩემო გამოჩნდება აუცილებლად, მაგრამ ეს ცოტა არასწორი სიტყვაა, გამოჩნდება, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანს იცნობთ, რაღაც გარკვეული ისტორია გაკავშირებთ ამ ადამიანთან, არ არის აუცილებელი რომ რაიმე ფლირტი ყოფილიყო თქვენ შორის, ან რაღაც თქვათ თაყვანისმცემლის როლში ყოფილიყო, ნაცნობობა გაკავშირებთ, უფრო ვფიქრობ, შეიძლება შესაძლოა საქმიანი რაღაც ურთიერთობა, ყოფილი თანამშრომელი შეიძლება, ან რაღაც ისეთი მომენტია თქვენს ურთიერთობაში, რაც სამსახურს საქმიანობას უკავშირდება, თქვათ თქვენი ოფისის თუ საწარმოს თუ რა სფეროშიც საქმიანობთ, კლიენტი ამ პირიქით თქვენ მოგიწიათ იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, ან მის სამსახურში მისვლა, რაღაცა სამუშაო მომენტი გაკავშირებთ ამ ადამიანთან, თქვენ მას იცნობთ და ახლებურად წარმოჩინდება, 2025 წელში ეს თქვენი ურთიერთობა განახლდება. რა თქმა უნდა, ამჯერად უკვე როგორც პარტნიორი, როგორც თაყვანისმცემელი, რომელთანაც ძალიან კარგად, კომფორტულად იგრძნობთ თავს, აი ურთიერთობისას, მთავარი მანიშნებელი ეს არის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობისას, საუბრისას, ნებისმიერი ფორმით ურთიერთობისას, საქმიან სფეროზე იქნება ლაპარაკით, უბრალოდ როგორც კარგი ნაცნობი და გაბაასება, კომფორტულად მშვიდად გრძნობთ თავს ამ ადამიანთან. და რაღაცა მომენტში შეიძლება მოგნატრებიათ კიდევაც ოდესღაც ამ ადამიანთან საუბარი, რატომაც ეს მონატრების ნოტა მოდის. მაგრამ არა ის როგორც პარტნიორის, არამედ როგორც კარგი მეგობრის, კარგი ნაცნობის, კარგი მოსაუბრის. აქ რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ-ერთში არ დაჯდება ყველასთვის, მაგრამ რაღაცა მინიშნებას მიიღებთ იმით, რასაც ვამბობ. ამ ადამიანთან თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს და იგრძნობთ ყოველ შემთხვევაში, როდესაც განახლდება თქვენი ურთიერთობა და მთავარი ფაქტორია ის, რომ თქვენ ამ ადამიანს იცნობთ. პერსპექტივა როგორი იქნება თქვენი ურთიერთობის. რა თქმა უნდა, გაქვთ შინაგანი ბრძოლა, შინაგანი პროტესტი საკუთარ თავში, ძალიან ისეთი ჩაღრმავებები, ქექვა, ფიქრები, თქვენ სამყაროს ეს ადამიანი სრულიად თავდაყირა დააყენებს, აი მოზომილ ცხოვრებას, რა ცხოვრებითაც ცხოვრობთ, თქვენს ჩვეულებებს, თქვენი ცხოვრების წესს, ყველაფერს აურდაურევს, ფიქრებს, გრძნობებს, ნამდვილად აგიჟრიამულებთ. და პერსპექტივა ვნახოთ, დარდგებით არჩევანის წინაშე და პერსპექტივაში მზე, სიხარული და ბედნიერება. მაგრამ ერთს გეტყვით, ჩემო კარგებო, პერსპექტივაში არის, რომ ძალიან ემოციური გრძნობებით სავსე ურთიერთობა ააწყოთ ამ ადამიანთან, სიყვარული დუხს და გადმოდუხს, მაგრამ არის, ყველაფერი შეიძლება გააფუჭოთ ისევ თქვენ თვითონ, თქვენი შიშებით, უნდობლობით და აი ეს რაც აღნიშნეთ, ჩემი წუნია პრინცესები მეთქი, შეიძლება რაღაცები ცოტა არ იყოს, დაფერხებდეთ ამ ურთიერთობაში, რაღაც ნიუანსები იყოს ისეთი, რაც აი თლათ არ ჯდება თქვენი ოცნების ჩარჩოებში და ზოგიერთმა თქვენგანმა, ვისთვისაც რეზონირდა, შეიძლება დაკარგოთ ეს შანსი, იმედი ამას არ გააკეთებთ და ვინც მოისმინა და ვინც ამოიცნო აი ამ ცეცხლის დედოფალში საკუთარი თავი, გაფრთხილება იყოს, რომ არ დაკარგოთ ბედნიერების შანსი. და გადავიდეთ აერის დედოფალზე,
ნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში და გამოჩნდება თუ არა ღირსეული ადამიანი 2025 წელს. სერიოზული ურთიერთობისთვის, სტაბილური ურთიერთობისთვის. ჩემო კარგებო, აი მეოთხე ვარიანტი, ანუ ჰაერის დედოფალი, როგორც ჩანს, იმყოფება ურთიერთობაში და ეს ვარიანტი იქნება მათთვის, ვინსაც ამჟამად ასე თუ ისე ეთვლება, რომ ყავს პარტნიორი. რა ფორმით, რა წონით, რა ზომით გააჩნია ურთიერთობას თქვენ რას ეძახით და რა საზომით იზომება თქვენთვის ეს პარტნიორული ურთიერთობა, დაწყებული თანაცხოვრებით, ქორწინებით, ხანგრძლივი სტაბილური ურთიერთობებით, რაღაცა პერიოდის მანძილზე მიმოწერით, თქვათ თუნდაც უკონტაქტო, მაგრამ სახელად ქვია ურთიერთობა, რომელიც გაქვთ და არც თუ ისე ცოტა ხანი. და რა ხდება აქ? თქვენ ამ ურთიერთობით დაიღალეთ. ტვირთად გექცათ თითქოს ეს ყველაფერი. არსებობს თითქოს ურთიერთობა, არსებობს სტაბილურად, არსებობს ხანგრძლივად, მაგრამ გეგმებს არ სცილდება. ანუ რაღაცა გაგრძელება და მომდევნო ეტაპებზე გადასვლა არ ჩანს. გეგმავთ, შეიძლება თქვენ გეგმავთ და თქვენსა ჩაფიქრებულ ადამიანს, ანუ პარტნიორს, ვინც არსებობს დღეს თქვენს ცხოვრებაში, ეს გეგმები სულაც არ აინტერესებს და არ იზიარებს, შეიძლება გპირდებათ რაღაცეებს, გეგმავს თითქოს, მაგრამ რეალური შედეგი არ მოყვება და აი ამ დროს უკვე ჩართეთ, რა თქმა უნდა, ჰაერის დედოფალი, ჩართეთ მენტალი, მიდის შეფასება ამ ყველაფრის, აწონ-დაწონვა ემოციების გარეშე და სხვათა შორის როგორ რეზონირდა ჰაერის დედოფალი და აქაც ჰაერის დედოფალი ჩემოკარგებო და ჩართეთ უკვე აი ეს ძლიერი, სუსხიანი ქალი, ყინულის დედოფალსაც ეძახიან ჰაერის დედოფალს და ალბათ ფიქრობთ დაასრულოთ ეს ურთიერთობა და რა კი ამ დაშლას უყურებთ, უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა დაასრულა კიდევაც და იყურებით მომავალში და გაინტერესებთ, გამოჩნდება თუ არა ღირსეული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც მარტო გეგმებს არ დასჯერდება. და რეალურ მოქმედებაზეც გადავალ. უკაცრავად ცოტა გაციებული ვარ. ცოტა პაუზა გამოგვივიდა ჩემოკარგებო, უნდა გავიაზრო კარგად რასაც ვხედავ, იმიტომ რომ აქ როგორ ჩანს მეოთხე ვარიანტმა კაი სურპრიზები მოგვიწყო და საკმაოდ ესეთი დეტალები ახლა განსახილველი რომ უნდა დავფიქრდე, რა თქმა უნდა, როგორ მოგაწოდოთ სწორად ინფორმაცია. მოკლედ ჩემოკარგებო, აქ რაღაც ძალიან ისეთი ისტორია წავიკითხე. ძალიან ბევრ ადამიანს არ მოერგება, მაგრამ ყველაზე მეტად რეზონირდება მათთვის, ვინც ან თანაცხოვრობს, ანუ შეიძლება ცოლ-ქმრად ითვლებოდეთ, მაგრამ საბუთით ქაღალდზე არ იყოს ეს თქვენი ურთიერთობა ოფიციალურად გაფორმებული და არ გქონდეთ ჯვრისწერა, რადგან ორივე აქვს რიტუალური სახე და სამყაროშიც უკვე მოიაზრებით როგორც წყვილი, ოჯახი, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელი არ იყოს გაფორმებული
და შესაძლებელია იყოს გაფორმებული ქორწინება. აქ არის დიდი ხნის სტაბილურ ურთიერთობაზე ლაპარაკი. ეს არ არის ახალი დაწყებული რაღაც, არ არის მხოლოდ მიმოწერა, დისტანციური ურთიერთობა და თაყვანისმცემელი და ასე შემდეგ. პარტნიორი, რომელიც არის თქვენს ცხოვრებაში. ყოფილზე არ ვლაპარაკობთ, აქ უკვე გამოჩნდა მთელი სურათი, ისეთი არკანები წამოვიდა. დაგღალათ ამ უპასუხისმგებლო ურთიერთობამ სულ რაღაც გეგმები, მოლოდინები, თუ კი თანაცხოვრობა ხდება, ან ძალიან დიდ ხანს ხვდებით ერთმანეთს, როგორც პარტნიორი და გაქვთ საკმაოდ დიდი ისტორია ერთმანეთთან და ადამიანი არაპირებს გაოფიციალუროს თქვენი ურთიერთობა და უკვე ამას მისცეს ოფიციალური სახე და დაარქვას ქორწინება, ამ შემთხვევაშიც მიდიხართ თავაწეული ამ ადამიანისგან, ანუ იმ გადამწყვეტ მომენტში დადგება მომენტი, როდესაც თქვენ გადაწყვიტავთ, რომ მორჩა დამთავრდა და ასევე თუ კი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებით, რაღაც მოლოდინები, გეგმები, რაც გქონდათ და გაგაჩნდათ ამ ადამიანთან მიმართებაში და როგორც წარმოგედგინათ თქვენი თანაცხოვრება, თქვენი ოჯახი, თქვენი ქორწინება, ეს იმ დაპირებებს და გეგმებს არ გასცდა, რასაც დიდი ხნის მანძილზე გაძლევდათ ეს ადამიანი. ამ შემთხვევაშიც მიდიხართ თავაწეული, გამოდიხართ გამარჯვებული ამ ურთიერთობიდან. გამარჯვებული რატომ ვიძახით? შეიძლება ეს პროცესი ძალიან მტკივნეული იყოს. ეხლაც, რა თქმა უნდა, როდესაც ხანგრძლივ სტაბილურ ურთიერთობას არ ხართ მაინდამაინც დალხენილი და მშვიდად, მაგრამ გამარჯვება, როგორც ვახსენე, მდგომარეობს იმაში, რომ დაამთავრებთ თუ არა ამ ურთიერთობას, გამოჩნდება ზუსტად ის ღირსეული, ვიზეც გქონდა ლაპარაკი და ვისაც ელოდებოდით. და გეტყვით, თამამად ვიტყვი, რომ აი მეოთხე ვარიანტში, ჰაერის დედოფლის ვარიანტში, ეს აუცილებლად ესე უნდა მომხდარიყო. თქვენ ამ ადამიანთან რაღაც კარმული გაკავშირებდათ, კარმული ისტორია, არ ვიცი, სასჯელი იყო, ვიღაცისთვის ვალი იყო, ვიღაცისთვის გაკვეთილი იყო, მაგრამ გქონდათ კარმული ისტორია ამ პიროვნებასთან. თუ კი რაიმე შეცვლას ფიქრობდით და გეგმავდით, ნამდვილად არ გამოგივიდოდათ. თუ კი ახლა გეგმავთ და კიდე ფიქრობთ, რომ აი ყოყმანობთ, მივცე შანსი, არ მივცე, ან რაღაცა იქნება დაველოდო, გამორიცხულია, რადგან თქვენს ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანი მოდის, ცხოვრება უნდა დაიწყოთ, ანუ პირადი ცხოვრება, პარტნიორული ცხოვრება დაიწყოთ ნოლიდან, რადგან მოდის ზუსტად ის თქვენი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, გამოიტანოთ ამ წინა ურთიერთობიდან საჭირო დასკვნები, ანუ ვინც გყავდათ, ეს უნდა იყოს თქვენთვის ეტალონი ნიმუში იმის თუ როგორი ადამიანი არ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში, მაგალითი და იქიდან გამომდინარე გააკეთოთ არჩევანი. მოდის ადამიანი, რომელიც შეგიქმნით სტაბილურობას, რომელიც სხვათა შორის წინა ინკარნაციიდან არის თქვენი ადამიანი, რაღაც მიზეზების გამო ეს რა თქმა უნდა ძალიან ინდივიდუალურია და თუ კი 2-ზე და 3-ზე მაინც რეზონირდა აი ეს ვარიანტი, იმ შემთხვევაშიც იქნება განსხვავებული, რატომ, რისთვის, როგორ, რა მოხდა წინა ინკარნაციაში და აი ამ ურთიერთობაში, რომელიც დღეს გაქვთ, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და დაამთავრდება ის ისტორია, თუ კი გადაწყვეტ, უნდა დაამთავროთ ეს ისტორია და მაშინვე გამოჩნდება ის ადამიანი, რომელიც წესით და რიგით უნდა იყოს თქვენს გვერდით. ეს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ იყო. შეცდომა დაუშვით, რაღაცა ვალი გქონდათ და ამ ვალის გამო პირადი ცხოვრება არაგეწყოთ, თუ კიდე სხვა რაღაცა არსებობს ხოლმე ისეთი წყალქვეშარიფები, ვიღაცის ცოდვა წინაპრების, არასწორი საქციელი, რა თქმა უნდა პირად ურთიერთობაში და მერე შთამომავლებსაც ერევათ ხოლმე, ესეც ხდება. მოკლედ ძალიან ისეთი ვრცელი ისტორია არის, მაგრამ თქვენ შემთხვევაში, აი ვისთვისაც რეზონირდა,
ეს ასე უნდა ყოფილიყო, უნდა დაშორებოდით ამ ადამიანს, ვინც არის დღეს თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად და უნდა მოსულიყო ის, ვისაც ელოდებოდით და წინა ცხოვრებიდან, წინა ინკარნაციიდან იყო თქვენი ადამიანი. გაგიჭირდებათ სხვათა შორის ნაბიჯის გადადგმა, გაგიჭირდებათ იმ თვალსაზრისით, რომ იყოფმანებთ, მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, როდესაც ესეთ პარტნიორს ხვდებით, ჩემო კარგებო, ინტუიცია მაშინვე იკარნახებთ, თითქოს მთელი ცხოვრება აიცნობ, აი თუნდაც 5 წუთის საუბრის შემდეგ ისე შინაურად მიიღებთ, ისე გახსნილად, ისეთი ახლობელი აღმოჩნდება ხოლმე, თითქოს მართლა მთელი ცხოვრება ერთად გაატარეთ. და ამით უნდა მიხვდეთ, რომ ის ადამიანი მოვიდა თქვენს ცხოვრებაში, ვისაც სინამდვილეში ეძებდით და ელოდით. პერსპექტივა ვნახოთ ამ ურთიერთობის. რა თქმა უნდა, იქნება ცოტა პრობლემები ამ ურთიერთობას, თავიდანვე არ აეწყობა, არის რაღაცა ესეთი ნიუანსები თქვენი მხრიდან იქნება თუ პარტნიორის მხრიდან, ცოტა იმპერატორობა მოგინდებათ, აქ ძალების და ღირსებების ჭიდილი მიდის, ვინ გადადგავს პირველ ნაბიჯს, ვინ უფრო ჯიუტია, ვინ არის ლიდერი და ასე შემდეგ. მაგრამ ესეთი პარტნიორის გაშვებაც წარმოუდგენელია, ჩემო კარგებო, ძალიან რთულია. რაღაცა პერიოდი პრობლემებით შეიძლება გქონდეთ ურთიერთობაში, აი როცა დაიწყებთ უკვე ურთიერთობას, მაგრამ ნახოთ, ჭირდება რა თქმა უნდა მუშაობა ამ ურთიერთობას და სწორი არჩევანის გაკეთება, სწორი გადაწყვეტილების მიღება თქვენი მხრიდან უეჭველი. ალბათ რაღაცეები გაქვთ დასამუშავებელი თქვენს დამოკიდებულებაში, ადამიანებთან უბრალოდ საპირისპირო სქესთან და ურთიერთობაში, მაგრამ პერსპექტივა არის ძალიან კარგი. როდესაც ესეთი კარმული წვილი მოდის თქვენს ცხოვრებაში, მარტივი არ არის, ადრენალინი არ მოგაკლდებათ, არც ნერვიულობა მოგაკლდებათ, არც ბედნიერების წუთები მოგაკლდებათ და ბოლოს თუ კი მოისურვებთ, დაალაგებთ ამ ურთიერთობას და ძალიან ბედნიერი იქნებით, მაგრამ სირთულეები გარანტირებული გაქვთ თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს მართლა ესეთი მეოთხე ვარიანტი, ჰაერის დედოფალი, ვისთვისაც რეზონირდა, უკეთესი იქნება მოგზავნოთ კარგი გამოცდილი ტაროლოგი, რომელიც დეტალებში აგიხსნით, ასე ვთქვათ, არა მარტო დიაგნოსტიკას და პროგნოზს გააკეთებს, არამედ დაგეხმარებათ გარკვევაში თუ რა უნდა შეცვალოთ თქვენს დამოკიდებულებაში საპირისპირო სქესთან, ან რა კარმული ვალები გქონდათ, ან რაშია საქმე, ეს ძალიან მთელი ლექციის თემა გამოვა, ახლა რომ მივყვე და ვილაპარაკო, ასე რომ გირჩევთ მეოთხე ვარიანტს, მიმართოთ პირად კონსულტაციას და როდესაც დადგება ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც გამოჩნდება ის ღირსეული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მზად იყოთ ამ ურთიერთობისთვის და მზად იყოთ ცვლილებებისთვის. ტრანსფორმაციას საჭიროებთ თქვენ, ჩემო კარგებო, ცოტა შეიძლება ეგოცენტრულობასთან გქონდეთ პრობლემა. ანუ სასარგებლო ეგოიზმიც არსებობს და შეიძლება გაკლდეთ ეს სასარგებლო ეგოიზმი და საკუთარი თავის დაფასება, ამ პირიქით ცოტა გადაჭარბებულად გქონდეთ. აქ ორი ვარიანტია და ისევ გიმეორებთ, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ პირად კონსულტაციას მეოთხე ვარიანტმა. მე კი გისურვებთ ყველას ორმხრივ გულწრფელ უპირობო სიყვარულს, ბედნიერებას და რა თქმა უნდა, მშვიდობიან ზეცას ეს ყველას ძალიან გვჭირდება.